ჩვენ დაბრუნდით, როგორც გითხარით, ჩვენი სტუმარია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი პროფესორი ბატონი ლევან ოჯმაჯურიძე. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა მაწვერისათვის. ჩვენ ვნახეთ გიორგის მშვენიერი სიუჟეტი და ნელა-ნელა შინაარსში შევიდეთ. ეს არის უნიკალური ადგილი, უნიკალური მეურნეობა, რომელიც დაახლოებით 1 წლის წინ თუ არ ვცდები, გადაეცა თქვენს ცენტრს, რომელიც თავის მხრივ არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიპია, ხო? ეს გახლავთ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. რამ განაპირობა, ვთქვათ, ეს გადაწყვეტილება, რომ ჩაგვარებოდათ თქვენ რა კვლევების მიზნით თუ აი რა იყო მისია? მე დავიწყებ იქედან, რომ როგორც აღინიშნა, დადგა პერიოდი საქართველოში სამწუხაროდ, როდესაც გადაშენების პირას მივიდა ქართული ვაზის გენოფონდი. ეს ის გენოფონდია, რომელიც მშვიდობით არის დაკავშირებული ქართველი ხალხის როგორც მატერიალურ, ასევე სულიერ ისტორიასთან და ქართველი ხალხის ისტორია, ასევე ვაზის ისტორიასთან. ფაქტი ის, რომ საქართველო მიეკუთვნება ვაზისა და ღვინის სამშობლოს და აქვს ქართულ ვაზსა და ქართულ მეღვინეობას 8000 წლიანი უწყვეტი ისტორია ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ სამწუხაროდ 21 საუკუნის დასაწყისში ის საკოლექციო ნაკვეთები, რომელიც საკოლექციო ნაკვეთებშიც გაშენებული იყო ქართული ვაზის ენდემური ჯიშები, თითქმის გადაშენების პირას მივიდა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართუს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების მოძიება, აღდგენა, თავიდან აღმოჩენა, მათი როგორც აღინიშნა საქართველოში დაბრუნება და უკვე 2008 წელს გაშენდა იყო ასეთი არასამეწარმეო იურიდიული პირი აგრო მის დაქვემდებარებაში მყოფი ვაზისა და ხილხილის სარგავი მასალის წარმოების ცენტრის ტერიტორიაზე სოფელ ჩიღაურაში პირველი საკოლექციო ნაკვეთი. ჯიშები მოძიებული იქნა როგორც საქართველოში შემორჩენილ საკოლექციო ნაკვეთებში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. მოგვიწია მათი დაბრუნება რომელ ქვეყნებში? როგორც უკრაინიდან, ასევე მოლდავეთიდან, ასევე თურქეთიდან. ეს ჯიშებია, რომელიც 20 საუკუნის 70-იან წლებში ჩვენი მეცნიერების მიერ იქნა გაგზავნილი ამ კოლექციებში შესანარჩუნებლად და საბედნიეროდ იქ აღმოჩნდა 1000-ზე მეტი ისეთი ნიმუში, რომელიც საქართველოში არ იყო. და მოხდა მათი შემოტანა საქართველოში, შემდეგ ჩვენს მიერ მე გახდით ამ პროექტის ხელმძღვანელი. ვაზის ნამყენი ენერგიის გამოყვანა, ვაზის ნამყენი ენერგიის გამოყვანის შემდეგ საკოლექციო ნაკვეთების გაშენება და დღევანდელი მდგომარეობით ჯიღაურა საკოლექციო ნაკვეთში დამაგრებულია 427 ჯიში. გენოტიპი უფრო მეტია, 500-მდეარი, მაგრამ არის ჯიშები, რომელიც ექვემდებარება დადგენას და შემდეგ შევა ის კატალოგში, რომელიც აუცილებელი არის ერთად კულტურული ვაზის ჯიშების სისტემატიზაციისათვის. სათნელევან მნიშვნელოვანი ალბათ მიზეზით ვიცოდეთ აი ამ გადაშენების ეკონომიკური პირობების გამო რა იყო ამის მიზეზი, რომ კიდევ ან კარგან მეორდეს და არ დავკარგოთ ჩვენი კულტურის ასეთი მნიშვნელოვანი. ივანე ჯავახიშვილის მიერ აღწერილია ქართული ვაზის ენდემური 525 ჯიში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, კახეთში 80 ჯიში, 74 იმერეთში, 72 ქართლში 59 რაჭალეჩხუმში 53 აჭარაში 60 სამეგრელოში ასევე 59 იმერეთში 26 სამცხე-ჯავახეთში ეს ჯიშებია რომლებიც გამოირჩევიან თავისი ამბიოგრაფიული მაჩვენებლებით ამდენად არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული მევენახეობა და აგრეთვე ქართული მეღვინეობა იმდენად რამდენადაც ჩვენი მთავარი მიმართულება არის არა რაოდენობა, არამედ ჯიშური მრავალფეროვნება და ხარისხობრივი მაჩვენებლები. დამაში, როდესაც განსაკუთრებული ყურადღება არ ექცეოდა ჯიშურ მრავალფეროვნებას და ყველაფერი ორიენტირებული იყო მხოლოდ რაოდენობაზე, დომინანტი ჯიშები კახეთში გახდა რქაწითელი, დასავლეთ საქართველოში იმერეთში ცოლიკოური, რომელმაც ასევე გარდაინაცვლა გურიაში და აჭარაში და საფერავი შეიძლება ითქვას 2-3 ჯიშით იყო წარმოდგენილი ქართული ვაზის ჯიშების მდიდარი გენოფონდი. მაშინ როდესაც აი ამ ჩამოთვლილი ჯიშებიდან თითეული ენდემური კუთხების წიაღში არის ისეთი ჯიშები, რომელსაც აქვს განსაკუთრებულად დიდი პოტენციალი, ეს ის უძველესი ჯიშებია, რომელიც საბედნიეროდ აღდგენილია, გამაგრებულია საკოლექციო ნაკვეთებში და არა მარტო გამაგრებულია ვაზისა და ხილხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულმა ცენტრმა მაშინ განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სანერგე მეურნეობების შექმნას, საბაისო სადედეების შექმნას, რომელიც გახდა წინაპირობა იმისათვის, რომ ეს აღდგენილი უძველესი ქართული ვაზის ჯიშები გავრცელებულიყო
თანმიმდევრულად წარმოებაში. აი როგორ მიდის ეს პროცესი? ანუ ეს მას შემდეგ რაც მთავრობის განკარგულებით ვაისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი გადაეცა სახელმწიფოს, ამ ბაზაზე შეიქმნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელიც არსებობას სულ რაღაც წელიწადნახევარია ითვლის, ცენტრი, რომელიც მოიცავს 12 სამეცნიერო კვლევით დეპარტამენტს. გარდა მრავალწლოვანი კულტურებისა, აქ არის ერთწლოვანი კულტურების დეპარტამენტი, მე ვისარგებლებ შემთხვევის რომ იცოდეს საზოგადოება, იმდენად რამდენადაც სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა საქართველოში ბოლო წლებში ძალიან შეიცვალა უარესობისკენ და ქვეყანა რომელიც არ ავითარებს აგრარულ მეცნიერებას, მას არ აქვს მომავალი, ამის დადასტურებაა ის რომ ჩვენ მივიღეთ ძალიან დაბალ პროდუქტიული ჯიშები, რომელიც არამართლებულად იყო გავრცელებული საქეკტარო მოსავლიანობა სხვადასხვა კულტურების, როგორც ერთწლოვანი კულტურების, ასევე მრავალწლოვანი კულტურების ძალიან დაბალი. საგანშო მდგომარეობა ასევე მეცხოველეობაში, ვეტერინარიაში, საკვებ-წარმოებაში მთლიანად იქნა იგნორირებული სანერგე მეურნეობები. არ ხდებოდა როგორც სათესლი, ასევე სარგავი მასალის წარმოება იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელიც აგრარულად მნიშვნელოვანია წარმატებული სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის და გამომდინარე აქედან გარდა იმისა, რომ ვაისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ცენტრში მხოლოდ ვაისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოება ხდებოდა და ენდემური ჯიშების შენარჩუნება, უკვე სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ფარგლებში არის სხვა მიმართულებების, კერძოდ ნიადამცოდნეობის მიმართულება, ბიოაგროწარმოების მიმართულება, თესლას სარგავი მასალის ხარისხის მიმართულება, ასევე რისკის შეფასების სამსახური 12 სამეცნიერო განყოფილება, რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ დარგებთან, რომელსაც ელოდება განვითარება საქართველოს აგრარულ სექტორში. ბატონო ლევან, როგორია დაინტერესება, თქვათ, კერძო მეწარმეების თქვენთან ურთიერთობაში მოდიან, იკვლევენ, არის რაღაცა ჯიშების მიმართ კონკრეტული ინტერესი, რომ აი ჯიშს მე წავიღებ და ეხლა ღვინოს დავიწყოთ კეთებას. მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი საქმიანობა შემოიფარგლებოდა არა მარტო ქართული ვაზისა და ამას შემდეგ დაემატა ხეხილოვანი კულტურები, ჩვენ 300-ზე მეტი ხეხილოვანი კულტურების სხვადასხვა ჯიშები გვაქვს. მათ შორის ინტენსიური ჯიშები, რომლებიც მეორე-მესამე წელს იძლევიან მოსავალს, ხდებოდა არა მარტო მათი მოძიება და კონსერვაცია საკოლექციო ნაკვეთებში, არამედ ხდებოდა აი ამ ჯიშების მეცნიერული შესწავლა. ერთი არის ჯიშის მოძიება და ამაგრება საკოლექციო ნაკვეთებში, მეორე მისი ჯერ ამპელოგრაფიული მაჩვენებლების და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების შესწავლა, რომლებიც ჩვენი მეცნიერების მიერ წარმატებით ხორციელდება. და აი ამ ძიების პროცესში გამოიკვეთა ძალიან ბევრი ჯიში, რომელიც განსაკუთრებული გემური თვისებებით ხასიათდება. ასე რომ ამ ჯიშების სასტელი ნიმუშების დაყენების შემდეგ მოხდა მათი შეფასება, ანუ დეგუსტაცია ამგვარი მევენახეებისა და მეღვინეების სპეციალისტების მიერ და გაჩნდა უკვე დიდი სურვილი იმისა, რომ მეწარმეებს, იმ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ ქართული ღვინის სხვადასხვა ჯიშებს, მათ სორტიმენტში ყოფილიყო ეს უნიკალური ჯიშები. აი ესე გაჩნდა მაგალითად ისეთი ჯიში დასავლეთ საქართველოში, როგორც არის საკმელა, მაშინ როდესაც მოგეხსენებათ გურიაში მხოლოდ ცოლიკოური და ჩხავერი დომინირებდა, ჩხავერი ეს უნიკალური ჯიშია, მაგრამ გაჩნდა საკმელა, ასევე მტევანდიდი, ასევე სხილათუბანი ქართლის რეგიონში თავკვერის, ჩინურის, გორული მწვანის გვერდით ადგილი დაიკავა ბუზამ, ასევე დანახარულმა და ბევრმა კახეთის რეგიონში. აფხაზური ჯიშები გვაქვს საკმაო რაოდენობით ჩვენ მოძიებული, კაჭიჭი, ავასირხვა, ამლახუ, ესენიც ძალიან მაღალი გემურთვისებებით ხასიათდება და წარმატებულად შეიძლება გამოიყენოთ მეღვინეობაში. კახეთში ისეთი ჯიშები, როგორიც არის წამყვანი ჯიშები, ბუნებრივი არ, ქაწითელი, ხიხვი, ქისი, საფერავი, მათ გვერდით უკვე ადგილი დაიკავა ჩიტისთვალა ბოდმურმა, ადრეულმა თეთრმა, სიმონასეულმა, ვაზისუბნის წითელმა, რაჭალეჩხუმში, ალექსანდროულსა და მუჯურეთულის გვერდით კაპისტონის შავი საღორძინებმა მიმდინარეობს. ასევე აჭარაში საწურის, მეკრენჩხის, ბათომურას, კლარჯულის, სამეგრელოში შესანიშნავი ნისანთვისებები გამოავლინა ჯიშმა ჭვიტილურმა,
ჩეშმა ძალიან საინტერესო არის სამცხე ჯავახეთი, რომელიც მივიწყებული იყო როგორც მევენახეობის კუთხით, ასევე მეხილეობის კუთხით. აქვე მინდა გამოცხადო, რომ მიმდინარეობს ახლა ისტორიული ტერასების აღდგენა BBC ბანკის დამფუძნებლების მიერ. ჩვენი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ჩართული არის ამ პროექტში, ნიშების შერჩევისა და მათი პროდუცირების მიზნით და იქ უკვე ამ ისტორიულ ტერასებზე აღდგება ესეთი ჯიშები, როგორიც არის შავი ასპინძურა, როგორიც არის კლერტმაგარა, როგორიც არის სამარიობო, როგორიც არის თამარის ოაზი და ძალიან ბევრი და ბევრი. ასე რომ ყველა რეგიონში გარდა იმ წამყვანი ჯიშებისა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თითო ოროლა იყო შემორჩენილი და ხდებოდა მხოლოდ ამ ჯიშებისა წარმოება, ეხლა მოთხოვნილება ძალზედ დიდია ამ აღდგენილ უნიკალურ ჯიშებზე და მე გავიმეორებ, რომ საქართველოს მევენახეობის და მეღვინეობის მომავალი არასოდეს არ განისაზღვრება რაოდენობით, ჩვენი ხვალინდელი გახლავთ ჯიშური მრავალფეროვნება, ის ჯიშური მრავალფეროვნება, რომელიც უფლის ნებითა და ღვთისშეწევნით და ასევე ადამიანთა დახმარებით არის ამ მიწაზე უკვე შემონარჩუნებული საგურამოს ჯიღაურა საკოლექციო ნარგაობაში და ექვემდებარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გავრცელებას. არა მარტო საქართველოში, არამედ ძალზედ დიდია მოთხოვნილება ქართული ვაზის ჯიშებისა და საზღვრებს გარეთ. ხვალ ჩამოდის ჩინეთის დელეგაცია სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სტუმარი გახლავთ, ის დელეგაცია, რომლებიც ასევე დაინტერესებულია ერთ-ერთი დიდ რეგიონში ქართული ვაზის ჯიშების გამოსთით და იქ შემდეგ საგამოფენო ცენტრის მოწყობით და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. სწორედ ისე განვითარდება ეს სფერო, როგორც თქვენ გამოთქვით, სურვილი და პერსპექტივა. ეს აუცილებლად ესე განვითარდება, იმდენად, რამდენადაც ქართულ ვაზს არასოდეს არ უწევია გადაშენება, ამის ნიშანია ის, რომ ეს საკოლექციო ნაკვეთები არის საქართველოში და კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ამას უკვე სამეცნიერო კვლევითი ცენტრი მომავალი წლიდან დაიწყებს. დიდი მადლობა, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო ინფორმაციისთვის, საჭირო ინფორმაციისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ბატონი ლევანდო ჯიმაჯურიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი და პროფესორი. თქვენ უყურებთ კომუნიკატორს, ახლა კი პაუზის დრო გვაქვს, პატარა მუსიკალური პაუზის დრო გვაქვს. ეს არის უცხოური კლიპი, რომელსაც ვთავაზობთ მაყურებელს. ეს არის ხავერდოვანი ჯგუფი შიფონ, ესე ქვია ამ ბედს. კი, ბალტიმორიდან არის ეს ბენდი, კომპოზიციას კი ეწოდება ბეითით.